ამბობენ რომ აი ამბანური ჭეშმარიტებაო. აი ყველაფერი ისე ცხადია როგორც ამბანიო. ო ასეთი და დაახლოებით ასეთი გამოთქმები არის. არა და ახლა მეცნიერებმა ეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობა ამოიცნეს. დარი ეგვიპტური ენის დამწერლობა ხუმრობა საქმეა ეს იეროგლიფური დამწერლობა ძალიან რთულია. ზურსმული დამწერლობა ამოიცნეს. სხვადასხვა ენებზე იკითხება და ძალიან რთულია. ამოცნობილია და დღემდე ამოცნობილი არ არის ანბანური დამწერლობა. ეს უფრო დიდი თვალსაჩინო პრობლემაა მეცნიერებისა, მეცნიერება ვერ შეძლეს ანბანური არსისა და რაობის გარკვევა, ანბანური წარმოშობის პრობლემა დღეს ამოცნობილი, ამოხსნილი არ არის. რა არის ამისი მიზეზი? ახლა უკვე ჩემი მონაკვეთი იწყება. მე მგონი მიზეზი ის არის, რომ ანბანური დამწერლობის უძველესი ძეგლები ჩვენამდე მოღწეული იწყება დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის, ანუ ქრისტეს შობამდე მე-18 საუკუნეში. მაგრამ არ ჩანს, რომ ესე იგი ეს არის გაკრული ხელით შესრულებული, ეს არის ჩრდილო-სემური ენების, მონათესავე ენების, ანუ ებრაელების, ქანაანელების, უგარიტელების, მოაბელების, ფინიკიელების, არამეელების დამწერლობა, ანუ უთუოდ გამოთქმულია სწორი დებულება იმის შესახებ, რომ ანბანი შეიქმნა ერთხელ და შექმნა ერთადერთმა ერმა. სხვა ენებმა ეს ანბანი გადაიწერეს, არ შექმნეს, გადაიწერეს. და ამით მივიღეთ, ესე იგი თქვა, ბერძნულ-ლათინური დასავლური სისტემა ანბანური დამწერლობისა და აღმოსავლური სისტემები ანბანური დამწერლობისა. სამწუხაროდ ქართული ანბანი არც ერთ განშტოებას ეკუთვნის, არც მეორე განშტოებას არ ეკუთვნის. და აი ეს იყო ის თვალსაჩინო ამბავი, რომელიც ესე იგი უნდა ამოცნობილიყო. რატომ არ არის ანბანური დამწერლობა დღემდე? ჩემი თვალსაზრისი ასეთია, ვარაუდით. იმიტომ რომ აქ მტკიცება ძალიან ძნელია რაიმეს. მე მგონი იმიტომ რომ ჩვენამდე მოღწეული არ არის საერთოდ ანბანურ დამწერლობას ქმნიდნენ ქურუმები, ანუ რელიგიის მესვეურები. ეს ქურუმთა ქვეყნები უპირველესი ქვეყნებია ძველი ეგვიპტე, ძველი ბაბილონი და ძველი კოლხეთ-იბერია, რომელიც ესე იგი ამოვარდნილია ამ ორი ძველი ცივილიზაციის სფეროდან, იმიტომ რომ ჩვენ ნაკლები ცნობები გვაქვს ამ იბერიულ კოლხური ცივილიზაციისა. ესე იგი მოღწეულია ჩვენამდე არა ქურუმთა ანბანური სისტემა, არამედ საყოველთაო, საყველპურო, ყველასათვის ადვილად მისაწვდომ ფორმებშია ეს მიწოდებული. რაც გულისხმობ მე? საქმე ის არის, რომ ანბანური დამწერლობის არსი და რაობა უპირველესი რა არის? რომ ის ერთდროულად არის ბგერის სიმბოლო და რიცხვის სიმბოლო. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი პირველი ასო ნიშანი. წინ ერთიანი უწერია, იმიტომ მისი რიცხვითი მნიშვნელობა არის ერთი.
ინი რო ეწეროს რა ერქმეოდა იმას რო უყურებ მე ჩემ ბატონო იღბლიან ბორბალს რატომღაც არც ერთმა არ იცის ქართული ანბანის ასო-ნიშნების სახელები სკოლაში ამას მაინც უნდა ასწავლიდნენ ეს ასე იყო თუ აკაკი წერეთელის ის გახსოვთ ლექსათაც კი აქვს აკაკი წერეთელს მაწვილო თუ გსურს გიყვარდეს შენი სამშობლო ძალიან პირველი ეს დაისწავლე პირველი ასო არის ან ქართული ანბანის პირველი ასო-ნიშნის სახელი არის ან და ამაში მდევს მთელი საიდუმლო ამ საიდუმლოს იმიტომ ვამბობ რომ ჩვენა გვაქვს მეოთხე საუკუნის თარიღიანი თხზულება თარიღი თვითონ ამ ძეგლში აღნიშნული ამ ძეგლს ეწოდება ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი აქ წერია ამ თხზულებაში ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს იგულისხმება რომ ყოველი საიდუმლო ქართულ ანბანშია დამარხული ეს თხზულება ძალიან რთულია იმიტომ რომ ისეთ მხატვრულ ფორმებშია მოცემული ეს ეგრეთ წოდებული წყობილი სიტყვის რიცხვედის ძეგლია არსებობს ესე იგი ქართული ძველი პოეზიის სხვადასხვა ვარიანტები კლასიკური ფორმის ისიც მარცვლედობაზე დამყარებული არის უმარცვლედო ლექსებიც აი ამათ უმარცვლედო ლექსებში არის სწორედ ეს ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი დაწერილი აი თქვენ რაღაცა წარმოდგენა რო გქონდეთ ამ პოეზიის ამ ნიმუშებზე წყინვალე ნიმუშებია მაგალითად ქართულად ფსალმონი სწორედ ამ ლექსის ფორმით არის ესე იგი წყობილი სიტყვა რიცხვედის მიხედვით არის დაწერილი ნეტარ არს კაცი რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომესა უსჯულოთასა არა დაჯდა ლექსია მაგრამ აქ არ არის ეს აგებული ესე ამას დიდი ოსტატობა უნდა თეთრი ლექსი ასე რომ მარტივად რო ვთქვათ ჩვენ ასე რომ რატომ ვერ ამოვიცანით მეცნიერებმა რატო ვერ ამოიცნეს ევროპელებმა ამერიკელებმა რუსებმა ყველამსა და ამ ანბანის საიდუმლოს ამოწურვა მაგრამ ეს არ მოხერხდა თურმე რაკი ჩვენს ხელთ არ არის ქურუმთა მიერ შესრულებული არ არის ჩვენამდე მოღწეული ან სანამდე ვითომ არ არსებობდა ქურუმთა ანბანური დამწერლობა ძნელი სათქმელი ყოველ შემთხვევაში არ არის ეს არის საყველპუროს საყოველთაოდ ისევ ალბათ ქურუმების მიერ ესე იგი ხალხისთვის რომ ყველა ახლა იცით თქვენ რა რთულია თქვათ ის იეროგლიფური დამწერლობა ხო ეგვიპტური ამიტომ ეს უფრო მარტივი ახლა იეროგლიფური დამწერლობა რო იცოდე თითქმის 1000-მდე იეროგლიფი უნდა იცოდე და ეს ძალიან რთულია და ჩემო ბატონო სემურ ანბანში სულ 22 ასო-ნიშანია საკმარისია 22 ასო-ნიშანი დაიმახსოვრო და წერა-კითხვის ცოდნე უკვე ხარ ჩვენამდე მოღწეულია ქურუმთა ერთადერთი ანბანური დამწერლობა ეს არის ქართული სხვა მეორე ქურუმთა მიერ შესრულებული დამწერლობა ანბანური დამწერლობა არ არსებობს ერთადერთი ქურუმთა ანბანური დამწერლობა არის ქართული აი ესა ქართული ანბანის შესახებ
ბევრი ცნობები გვაქვს სამწუხაროდ ამ ცნობებს ჯეროვან ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ ფაქტიურად ცოდნა ქართული ანბანისა ყოველთვის არსებობდა უმაღლეს წრეებში. ანუ ამ ქართული ანბანის საიდუმლოს ზიარებულნი იყვნენ ისეთი დიდი პიროვნებები, მეფის სასახლის უმაღლესი საზოგადოება ან ეკლესიის დიდი წინამძღვრები. ავიღოთ მაგალითად სულხან საბა ორბელიანი, ვახუშტი, ბაგრატიონი, თეიმურაზ, ბაგრატიონი ისეთ ცნობებს გვაწვდიან, რომ ესე იგი დღემდე ამ ცნობებსაც ვერ გებულობთ. მაგალითად რო ავიღოთ სულხან საბა ორბელიანი ასე ამბობს, ენა ქართული იმეორებს იმას, რასაც ძველი მეოთხე საუკუნის პოეტი ქურუმი ამბობდა. ენა ქართული, ენაი ქართული, ძველებურად. და სულხან საბა ორბელი ამბობს, ენა ქართული, შესრულებული და განვრცელებული და განრკვეული ფარნავაზ ქართველთა პირველისა მეფისა მიერ ბრძნისა და გონიერისა, რომელი იყო ძეთაგან ქართლოსიანთა წარმართი. ძნელი გასაგებია. მით უმეტეს ისევ და ისევ დამარხულია საიდუმლოდ ის საიდუმლო, რომელიც ქართულ ანბანში არის მოცემული. ახლა ისევ იმას დაუბრუნდეთ, რომ ესე იგი პირველი რაც მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართული ანბანი არის საიდუმლო და ქართული ანბანი ქურუმთა ანბანური დამწერლობაა. ასეთი ისტორია ქართულ ანბანს. მე იმას ვიტყოდი ჯერ, რომ ქართული ანბანის შესწავლა დაიწყო, მეცნიერული შესწავლა დაიწყო ივანე ჯავახიშვილმა, გააგრძელა პავლე ინგოროყვამ, შემდეგ გააგრძელა ბარბალე ვერა ბარდაველიძემ და შემდეგ სხვადასხვა ესე იგი ცალკეულ მეცნიერებს მიუძღვით ეს პირველ. შემდეგ ესე იგი ჩვენმა ქართველმა მეცნიერებმა მოახერხეს განეგრძოთ ეს გზა, რომელიც დაიწყო 1914 წელს და საოცარი რამ მოხდა. 1914 წელს დასრულდა ქართული ანბანის მეცნიერული კვლევა, 1915 წელს საბოლოო წერტილი დაისვა, რომელ წელს შეიქმნა ქართული ანბანი, ისიც კი ვიცით. ესე იგი ზუსტად ქართული მეცნიერება ზუსტად 10 წელიწადი მოანდომა ქართულმა მეცნიერებამ, რომ ამოეცნოთ ქართული ანბანის საიდუმლო. საიდუმლო დღეს უკვე ამოცნობილია. – 1914 წელს დაიწყო ივანე ჯავახიშვილმა სამწუხაროდ არა, პეტერბურგში დაიწყო, იქ იმყოფებოდა ივანე ჯავახიშვილი, შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და აქ 1921 წელს დაასრულა და ამას მოჰყვა ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანი, ესე იგი დიდი საქმე გააკეთა ივანე ჯავახიშვილმა იმ თვალსაზრისით, რომ საფუძველთა საფუძველი ჩაუყარა ქართული ანბანის მეცნიერულ შესწავლად და ამავე დროს ივანე ჯავახიშვილმა აღმოაჩინა ქართული ანბანური დამწერლობის ორი სახეობა: ხანმეტური ქართული ანბანი და ჰაერმეტური ქართული ანბანი. საქმე ის არის, რომ ეს საბოლოოდ ეს ახლა გადაწყდა, მხოლოდ ესე იგი მეორე მესამე თაობამ დააგროვა. მეცნიერების სამი თაობა არსებობს ფაქტიურად აი 1914 წლიდან
2014 და 2015 წლამდე დაახლოებით მეცნიერთა სამი თაობა მუშაობდა. დასრულდა ეს მუშაობა და ამოცნობილია ქართული ამბანი. ახლა მოკლედ ვთქვათ, იქნება ჯობია რომ მოკლედ ვთქვათ, რომ ქართული ამბანი შეიქმნა ქართული დროჟამის სათვალავის საფუძველზე. მისი საფუძველთა საფუძველია ქართული ამბანისა დროჟამის დინარება, დროჟამის სათვალავი. კალენდარი რო ვთქვათ ნაცნობად. ესე იგი ჩვენ არ გვჭირდება ყოველწლიური კალენდარი, საკმარისია ჩვენ გვქონდეს ქართული ანბანი, რომ იქ ამ ქართული ანბანის მეშვეობით ხდება წუთების, წამების, საათების, დღეღამეთა, კვირეების, თვეების, წელიწადების ათვლა, ქართული წელთაღრიცხვის ათვლა. ამიტომ ცხადია, რომ ქართული ანბანი დაკავშირებულია წელთაღრიცხვასთანაც და საწყისი რა არის? საქმე ის არის, რომ ჩვენ ძველი ქართველები იყვნენ ფარის ღმერთის თაყვანის მცემელი და როგორც ყველა უძველესი ერები ფარის ღმერთის თაყვანის მცემელი ვიყავით. მაგრამ 500 ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს საქართველოში დამთავრდა ფარის კალენდარული ეპოქა